ჩემო ძვირფასებო, დღეს გაგიკეთებთ გაშლას. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ტოქსიკური ურთიერთობიდან. ვინც არის ესეთ ურთიერთობაში, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ჩვენი მდგომარეობა შეიცვალოს. ნახოთ. ნახოთ რა ხდება ჩვენს თავს, რომ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. მოკლედ, ნახეთ, ეხლა როგორ მდგომარეობაში ხართ ძირითადად აი ესეთი ადამიანის გვერდით ხართ, რომელიც თქვენზე ალბათ ფინანსურად ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს და მოქმედებს ისე თითქოს აი ძალიან ბევრი რაღაცა შეუძლია, რომ თვითონ უნდა წაიყვანოს ეს ურთიერთობა. მოკლედ, ისეთი ავტორიტეტი აქვს თქვენზე, რომ შეიძლება ბევრ რაღაცაში, ისეთ რაღაცაში გითანხმებთ, რომელიც არ გინდათ, არ გსურთ და მოკლედ ძალიან დიდი არჩევანის წინაშე დგახართ, რომ აი თითქოს გინდათ, რომ ეს ურთიერთობა დამთავრდეს, მაგრამ მაინც აი ძალა არ ყოფნით იმისი ძალა, რომ გამოხვიდეთ აი ყველანაირად, იმიტომ რომ ისე მანიპულირებს თქვენზე, რომ ცდილობს ყოველთვის გაიტანოს თავისი. ეს ძალიან როგორც ვთქვათ, ასე ხელს გიშლით. ნახოთ აბა, თქვენ ძალიან გჭირდებათ, ესე ვთქვათ, თუნდაც აი ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ აი დახმარება, აი თითქოს გინდათ რაღაცა კურსები გაიაროთ, რომელიც ფსიქოლოგიურად უფრო გაგაძლიერებთ და მოგცემთ ცოტა ისეთ აი ძალას, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან და გჭირდებათ სხვისი დახმარება, გჭირდებათ ნამდვილად და ამის მერე აუცილებლად იზეიმებთ, თქვენ იზეიმებთ საკუთარ თავზე ისეთ რაღაცას, აი თითქოს თავისუფალი ხარ და უკვე აზი იმის დრო არის, რომ აი სუბუქი დამოკიდებულება გქონდეთ და აი ყველაფერთან, იმიტომ რომ სულ დაძაბული ხართ, სულ ისეთი მდგომარეობა გაქვთ და აი რაღაცა არ შეგიძლიათ, რაღაცაში შებოჭილი ხართ და ეს ამ ყველაფრიდან გათავისუფლდებით, ანუ გამოგიყვანთ ის ყველაფერი, რასაც აი ქვია დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება. ნამდვილად ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ იყოთ ლაღად, იყოთ კარგ განწყობაზე, იყოთ ემოციურად ძალიან აი თავისუფალი და მოკლედ იქნებით კიდეც აუცილებლად, იმიტომ რომ აუცილებლად გააკეთებთ იმ ყველაფერს, რაც საჭიროა. აუცილებლად გამოიყვანთ თქვენს თავს ამ მდგომარეობიდან. მთავარია უბრალოდ აი ახლა აქ რაც მიჩანს, ძალა მოიკრიბოთ და ანუ შეიძლება არის ადამიანი, რომელიც ხელს გიწვდით კიდეც, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება უარს ეუბნებით, მაგრამ აუცილებლად დაეთანხმეთ იმ ადამიანს, რომ გამოგიყვანოთ, ფსიქოლოგიურად გაგაძლიეროთ. აუცილებლად გჭირდებათ ესეთი რაღაცა. მოკლედ, სასიამოვნო კვირას გისურვებთ და ეს არის ტაროს დრო, გამოგვიწერეთ, შემდეგი გაშლებისთვის გელოდებით დროებით.